პაულაუსკასი ვერ უთყამს. ნახეთ მილჩენკოს დარტყმული, ბურთი ცდება თელავის კარს. ეს კარგი პასია ჯაფარიძე, ისე მილჩენკო ჩაწოდება ბლესა, მიიღებს საჯარიმოში ბურთს ჯალენი. წულუკიძის კარში დარტყმა, კარს ცდება. უკას ლაკვეხელიანი იყო უკასრავად და არა წულუკიძე. მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა ლაკვეხელიანი დასარტყმელზე და კარის მიმართულებით გაისროლა არაზუსტად. ნახოთ წულუკიძე რას მოიფიქრებს ფლანგზე. ჩაწოდება პაულაუსკასი დარტყმა თანდილაშვილის ხელებში. გაგრძელდება შეტევა პაულაუსკასი. გაცდა კპოზოს, ისევ პაულაუსკასი აქედან კარში დაარტყამს და თანდილაშვილი ითამაშებს ამ ბურთზე. ბათუმელებმა გააგრძელეს შეტევა, იქ ჯარიმა უნდა ყოფილიყო თითქოს. მელიჩენკოს გრძელი პასი საჯარიმოში და კარში დარტყმა 1-0. ლუკა კაფიანიძე გატანილი გოლის ავტორი. ბათუმელებმა მაინც მოახერხეს ამ ტაიმში გოლის გატანა. ბოლო წუთზე პირველი ტაიმის გუნდის კაპიტანს გააქვს ლუკა კაფიანიძე პაულაუსკასის სიმაღლით. ისარგებლეს ბათუმელებმა მეტოქის საჯარიმოში, დაუგდო პაულაუსკასმა კაფიანიძეს და ამ უკანასკნელმაც თავისი გოლი გაიტანა. არანაირი თამაშგარე აქ არ იქნება, ჩარჩენილია იქ თელაველი ფეხბურთელი. თელაველები მარჯვენა ფლანგზე, ნახოთ მათი ჩაწოდება. კარგია ეს დარტყმაც იობაშვილის, მაგრამ ცდება ბურთი ხარატიშვილის კარს. 2 წუთია დამატებული პირველ ტაიმზე. წინ გრძელი პასი. არაზუსტია ეს გადაცემა აქ. ბლესა მოიპარავს შემდეგ ბურთს და ბლესა გააგრძელებს პაულაუსკასს ზეამერის. პაულაუსკასი ინჯგია, კარში დარტყმა, დამატება და 2-0. თუ არ იყო თამაშგარეში ჯალენ ბლესა, თავის მესამე გოლს აღნიშნავს მიმდინარე სეზონში ესპანელი აქ. ხედავთ ნიღაბიც და სახასიათო აღნიშვნები ბლესასგან. დინამო თბილისთან გადანილი გოლის გარკვეული პერფორმანსით აღნიშნა. აქაც ხედავთ რაღაც აქსესუარი ინვენტარი იყო მომზადებული მისთვის გოლის აღსანიშნად. ვერდიმარა რევას ჭიტეიშვილი აქედან არ დაარტყმას, პას გააკეთებს წულუკიძე, დარტყმა და ხელებში თანდილაშვილს. უკას დარტყმული ბურთი დააფიქსირა თელაველთა მეკარემ ხელებში. პაულაუსკასი ინჯგია დაარტყა, თანდილაშვილმა აიღო. დარტყმა არ გამოუვიდა. იდეალური რევას ინჯგიას. გრძელდება თელავის საკმაოდ მრავალ ფაზიანი ერიში, გაიტო ვაჰაბი და პენალტი. იქ ცნობილაძეს ხდება ხელზე და შემდეგ მელიჩენკოს მხარში. ცნობილაძესაც უფრო მხარში ვიდრე ხელზე. ვაჰაბიზე ხო არ იყო? ხელი თამაში, ეგ მაინტერესებს. აი აქ. მანამდე. არა. არანაირი პენალტი.